თქვენ ჩადიხართ ცოდვებს. და ძალიან კარგად იცოდნენ იმან რას ეუნებოდა იესო. იესომა ძალიან კარგად იცოდა ზუსტად ეუნებოდა კონკრეტულად. და ეუნებოდა რომ ადამიანი რომელიც ჩადის ცოდვებს, ამ ცოდვის მონაა. და ამიტომ თქვენ თუ გინდათ რომ გათავისუფლდეთ, უნდა ჭეშმარიტებას ცნათ, ამ შეიმეცრო. რას ნიშნავს ეს? როგორ შეიძლება, რატო არის დაკავშირებული ჭეშმარიტება და თავისუფლება ერთმანეთთან? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და როდესაც ადამიანი ცოდავს, მან შეიძლება ითქვას, რომ პასუხი წინასწარ იცის. ეს პასუხი აუცილებლად უნდა მიესადაგოს მის ოდურ ცხოვრებას. მას უკვე ჭეშმარიტება აღარ აინტერესებს. და ეს ძალიან დღეს ჩვენ ცხოვრებაში ხდება, ესა ყოველთვის ხდებოდა და სამწუხაროდ ალბათ ყოველთვის ასე იქნება, რომ თუ ადამიანი ცოდავს, მას უკვე გადაწყვეტილება აქვს მიღებული მიუხედავად იმისა, როგორი იქნება ჭეშმარიტება. ანუ მას უკვე ჭეშმარიტების შემეცნება კი აღარ აქვს მიზნად. მას უკვე მიზნად აქვს თავისი ცოდვილი ცხოვრების გამართლება. და ის პასუხი, ესე იგი პასუხთან მიყვანა ყველაფრის, რა პასუხიც ესე იგი მას აწყობს, რა პასუხით წინასწარ გადაწყვეტილი და რაც არ უნდა ასეთი ადამიანი მცდარი იყოს, მაინც დაჟინებით ამტკიცებს, რომ ეს არის მართალი და ეს არის ჭეშმარიტი. ჩვენ ასეთი ბევრი შემთხვევა ქონია, როდესაც არასწორი სექტანტებთან ქონია შეხვედრები და როდესაც მიიყვან თითქოს აუხსნით დაუმტკიცებ და მაინც ჭეშმარიტება სხვაგან არის, იმიტომ რომ მას ასე აწყობს. და სამწუხაროდ ასე ხდება დღევანდელ ცხოვრებაში, როდესაც ადამიანები გადაწყვეტილებას იღებენ წინასწარ, სანამ ესე იგი დადგება განხილვაზე ეს საკითხი. მათ სინდისის წინაშე, საზოგადოების წინაშე, მათ უკვე გადაწყვეტილება მიღებული აქვს, ვინც ამ გადაწყვეტილებას ღებულობს თავისი ცოდვილი ცხოვრებიდან გამომდინარე. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი აქედან არის ცოდვებისგან თავის შეკავება, რა თქმა უნდა. მაგრამ თუ ეს არ ხერხდება, მაინც ადამიანმა არასოდეს ჭეშმარიტებაზე მაღლა არ უნდა დააყენოს არაფერი. უპირველესად ეძიებდეთ სასუფეველსა ცათასა და სიმართლესა მისა და მერმე ყოველივე შეგეძინოს თქვენ, ასე ამბობს უფალი სხვა ადგილას. ღმერთმა დაგლოცოთ, ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა.